ჩვენ რეალურად დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც იყო 2017 წლამდე. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ და ძალიან ისე დეტალურად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თქვას დღეს ცხოვრობს ბორჯომში და აქვს სურვილი რომ წავიდეს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყანაში, მას შეუძლია შეიძინოს ბილეთი, ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე, როდესაც ბილეთის ღირებულება არც თუ ისე მაღალია, კონკრეტულ თარიღზე წავიდეს რომელიმე ევროკავშირის და შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც სავიზო რეჟიმის პირობებში მას ამის შესაძლებლობა ნაკლებად ექნება. გულისხმობ იმას, რომ მას მოუწევს რომ ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყნის საკონსულოში წარმოადგინოს საფუძვლები, ჯერ მოუბრალოს ეს საფუძვლები, რომელიც გარკვეულ და ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ ჩამოვიდეს თბილისში, შეიტანოს ეს დოკუმენტაცია რომელიმე ქვეყნის საკონსულო განყოფილებაში, საელჩო საკონსულო განყოფილებაში, შემდგომ დაელოდოს ვიზის მიღება, შემდგომ შეიძლება მას უბრალოდ უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე, ასევე ეს უკავშირდება დროს, ეს უკავშირდება ფინანსებს, ამ ყველაფრის ძალიან პროცედურების გავლა და ასევე იმას, რომ საბოლოო შედეგი შეიძლება არ იყოს დადებითი. ან გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ვიზა არ მიეცეს ამ მოქალაქეს. როცა დღეს მსგავსი საჭიროება არ არის და მოქალაქე შეუძლია ყოველგვარი ამ პროცედურების და დამატებით ფინანსური ხარჯების გარეშე გაემგზავროს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყანაში. ამასთან ერთად დასამალი არ არის, რომ ბევრი საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება, ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს მუშაობის უფლებას, ბევრი ადამიანი მაინც ახერხებს, რომ დაიწყოს მუშაობა, გარკვეული თანხა გამოიმუშაოს, მე რომ დაბრუნდეს, ან გამოგზავნოს უკანეს თანხები, რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფზე საქართველოს მოქალაქეებსაც იმოქმედებს, ისედან გამომდინარე, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლებათ ვიზის გარეშე გამგზავრება ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყანაში.